მოგესალმებით. არ არსებობს გოგო საქართველოში და ალბათ მის ფარგლებს გარეთაც, ვისაც არ უფიქრია საკუთარი სილამაზის სალონის, ბიუთი ცენტრის გახსნაზე. როგორ გადავდგათ სწორად ნაბიჯები ჩვენი სილამაზის ინდუსტრიის ასაშენებლად? როგორ დავიწყოთ საქმე, რომელიც არ ვიცით, მაგრამ არის ჩვენი ოცნება? ამ ყველაფერზე დღეს გვესაუბრება მარიკუნა, რომელსაც მოვაკითხე სასტუმრო ბილტმორში, მის ობიექტზე, სადაც ახლა ის მუშაობს და გავიქ. მოგესალმებით. მარიკუნა, მადლობა რომ ხარ ჩემი სტუმარი და დამთანხმდი. პირიქით მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და გილოცავ ახალ წამოწყებას. მადლობა დიდი. შენ ქმნი ადამიანების ოცნებებს რეალობად. ადამიანების ვისაც უნდათ რომ კონდეთ საკუთარი სილამაზის ცენტრი, სილამაზის სალონი, გირეკავენ შენ მიდიხარ და ადგილებს, რომელიც შეიძლება იყოს დაბა რეიტინგული ან საერთოდ არ იყოს, ქმნი აი ასეთ სივრცეებს. მოგვიყევი შენი პროფესიის შესახებ. ანუ როგორც თქვი, ჩემ პროფესიას ესეთი სახელი შევარქვი, კრიზის მენეჯერი, ძირითადად უფრო თანამშრომლობ იმ კომპანიებთან, რომლებმაც გახსნეს და რაღაც ისე ვერ აამუშავეს ობიექტი. თუმცა, ვისაც უნდა ბაზარზე თავი დაიმკვიდროს და თავიდან უნდა დაწყება რაღაც ობიექტის, თუნდაც სილამაზის სალონის, აქაც ვარ ხოლმე ჩართული, რომ რისკები და შეცდომები არ დაუშვან, რაც სამომავლოდ აუცილებლად შეხვდებათ. როგორ მოვიდა ეს პროფესია შენ ცხოვრებაში? საიდან დაიწყე? წლების წინ მქონდა ჩემი სალონი გახსნილი, რომელიც ავამუშავე, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დადგა დაღურვის პირას. და რაღაც ეს თითქოს და ისე ჩამრჩა გულში, რომ ფიქრობდი როგორ დაუშვი ესეთი შეცდომები და აი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიმუშავე ჩემ თავზე, კურსები გავიარე, მაგრამ მაინც ყველაფერი არის მართლა პრაქტიკა. და შესაბამისად პრაქტიკამ და შეცდომებამ მასწავლეს დღეს რეალურად რაც ვიცი და რასაც ხალხს ვასწავლე. რამდენი წელია უკვე ამ სფეროში ხარ? 8 წელია ზუსტად. ვაუ. და რამდენი სალონი გამოაძვრინე იმ მდგომარეობას დახურვის პირას ყოფ? დღევანდელ ლოკაციაზე სადაც ვართ, რიგით არის მეხუთე სალონი. ხო. უბრალოდ ერთ ობიექტზე ვიყავი 5 წელი. და იმიტოა ამდენი ცოტა რაოდენობა. მიხვდი? ხო, მაგრამ თავარი ხო ხარისხია და არა რაოდენობა. შეიძლება ერთ ბიჭდეს ადამიანო მთელი ცხოვრება. რა თქმა უნდა. შენ როგორც ვიცი, ახლა ახალი წამოწყებაც გაქვს, ხო? კი ბატონო. შენ მოგვიყევი? მოკლედ, ვინაიდან მოთხოვნა იყო იმის, რომ აი ყველა ჩემი დახმარება ჭირდებოდა ჩართულობა, იმიტომ რომ რეალურად ამის განათლება არ გვაქვს ჩვენ. ცოტა კადრებია ამ მიმართულებით, რასაც მე ვაკეთებ და რაშიც მე ვარ ჩართული შიდა წარმოების პრობლემებში და ვერ ხდება ის, რომ დაუშვათ ერთი ობიექტი, რომ აქ პარალელურად მეორეც შევითავსო, იმიტომ რომ ხარისხი უნდა დავდო. შესაბამისად, ორივეს ერთად ვერ გაუძღვებ ფიზიკურად. და ესეთი იდეა დამებადა, რომ ჩავატარო სემინარი და ერთდღიან სემინარში ისეთი მონოლოგი მაქვს, რომ გადიან ბევრად მეტი ცოდნით, რაც თვითონ გამოადგებათ მომავალში სალონურ ბიზნესში. ანუ შენ თუ გინდა გქონდეს შენი სალონი, მარიკუნას აქვს პერიოდულად მასტერკლასები, რომელსაც შეგიძლია დაესწრო და ისწავლო ყველაფერი ამ ბიზნესის შესახებ. რა თქმა უნდა. მოგვიყევით საქართველოში როგორი ბიზნესია სალონი შემოსავლის მხრივ, თუ უფრო ჰობის მხრივ ხსნიან ხოლმე, ხო არის ეს რაღაც, რომ მდიდარი გოგოები უბრალოდ ხსნიან სალონს, რომ გაერთონ. აქ როგორ არის? თუ ბევრი ფულია, რა თქმა უნდა, ყველამ გახსნას ის რაც უნდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ახლა რა კითხვა ჩვენ და მისვიან, აი ესე გართობის მხრივ რო ხსნიან, ესეთი სალონები ძალიან მალე დგება დახურვის წინაშე. რეალურად, იმიტომ რომ გასართობად როცა მოდიხარ ბიზნესში, ის ბიზნესი სრულყოფილი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა სალონური სისტემა არის თუ სხვა კომპანია არის, რომელმაც შემოსავალი უნდა დაგიწეროს, ყველას ჭირდება მოვლა. როგორც ბავშვი, ისე უნდა მოვარო ყველა ბიზნესი. შესაბამისად, აი ეს გართობის მხრივ გახსნილი ბიზნესები ძალიან ბევრია, მაგრამ მე რეალობის წინაშე რო დგებიან, ესეთი ბიზნესები დახურვის პირას დგება. კიდე არის ესეთი რაღაც, რომ სალონი
უნდა გახსნას იმ ადამიანმა, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რომ ეს შემოსავლის წყაროთ იქცეს, ცოტა გართულდება. ანუ უნდა გახსნას ალო თქვა მანიკურის სპეციალისტმა, ან თმის სპეციალისტმა. კი ბატონო. მეთანხმები ამაში? კი, გეთანხმები, ვინაიდან საქართველოში რეალურად ძალიან დიდი დეფიციტია კადრების. ხო. შესაბამისად, მეც ვურჩევ ხოლმე, რომ სანამ გახსნიან, აუცილებლად ჯერ კადრები მოიძიონ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მაგარი ინტერიერი იყოს, კარგი მომსახურება შესთავაზონ, მაგრამ რეალურად კადრების დეფიციტია. ამიტომ ყოველთვის უფრო გამართლებულია, როცა თავად სპეციალისტი ხსნის. ხო, ან არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ოცნებად რჩებათ, არა და შეიძლება თქვა თუ გინდა სალონი, წახვიდე ვისწავლო სტილისტობა და შემდეგ ნელ-ნელა რაღაცა ხო? რა თქმა უნდა, ან და მასტერ-კლასებს დაესწრო, რომელიც დაუშვათ დაგაზღვევს იმაში, რომ სწორედ მართო შენი ბიზნესი. უბრალოდ სპეციალისტთან ერთად გახსნის შემთხვევაში უფრო მალე გადიხარ ბაზარზე, ვიდრე მხოლოდ მარტო დაუშვათ მე როცა ეს სფერო არ ვიცი და შეხება არ მქონია. თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მოგეხსენება უკვე ქსელური გახდა და კონკურენციაც ძალიან დიდია. ვინ მოგმართავს შენ ძირითადად? ძირითადად მე მომართავ მსხვილი სალონის უფროსობა, ასე რომ ვთქვათ, ინვესტორები, რომლებმაც გახსნეს და გამოცდილება არ ჰქონდათ. რეალურად ძალიან რთული სამართავი ბიზნესია, იმიტომ რომ სულ არის კადრთა ცვლილება. სულ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული და ძალიან ბევრი შიდა პრობლემები არის, რომელსაც ძალიან სწორი მართვა სჭირდება. ხო, ანუ მომსახურებაზე არის აწყობილი ეს ბიზნესი, ამიტომ არის ძალიან ცოცხალი ბიზნესი და ამიტომ სულ ჭირდება ყურადღება, ხო? კი, სულ რითმში უნდა იყოს. ამიტომ შენს გიწევს, რომ ეს იყოს შენი ყოველდღიურობა. რა თქმა უნდა, თუ არ გიყვარს შენი საქმე, არ აქვს მნიშვნელობა სალონია თუ სხვა საქმეა, მე ვფიქრობ, რომ არ გამოვა სრულყოფილი და შედეგსაც არ მოგიტანს. შენ ცოტა ხანი გადახვედი ბათუმში, თავიდან დაიწყო. მოგყევი მაგ ამბავზე, ეს იყო შენი პირველი გამოცდილება, ხო? კი, როცა წავედი ბათუმში, ბათუმიდან მქონდა 3 თვიანი კონტრაქტი და იქ დავიწყე ნულიდან და ეს იყო გამოწვევა რატომ? იმიტომ რომ მე ქალაქ ბათუმში რეალურად არავის არ ვიცნობ. არც სპეციფიკა ვიცოდი იქაური და ეს იყო გამოცდასავედ ჩემთვის ნულიდან 3 თვეში დავალაგე კადრთა ასე ვთქვათ შერჩევა, ჩამოვაყალიბე გუნდი, შევფუთე სერვისი, გადავამზადე ჩემ მაგივრად ვინც უნდა ყოფილიყო ერთი გოგოც და დავტოვე და წამოვედი, დაბრუნდი და ერთ-ერთი ნამდვილად წამყვანი სალონია დღემდე ქალაქ ბათუმში და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს გამოცდა ჩემ თავთან ძალიან კარგად ჩავაბარებ თვლი ასე ყოველ შემთხვევაში. და ეს იყო შენი ტრამპლინი, ასე ვთქვათ. კი, ეს იყო გამოწვევა ის, რომ ნულიდან ისეთ ადგილს, სადაც არავინ არ გიცნობს. ხო, სხვა ქალაქში? რა თქმა უნდა. შენც არავის არ იცნობ მომენტ, ხო? შენ უნდა იცნობ მომენტ. დაპატიეთ, მაგრამ ხანდახან პოდკასტებში. მარიკუნა, შენ გარდა მე არავინ არ ვიცი სხვა ვინც ატარებს მასტერ-კლასებს ქართულად საქართველოში. ამ მიმართულებით. და შენ იცი ვინმე ყავს კონკურენტი? სხვათა შორის არ ვიცი, თუმცა კონკურენციაც კაია, ვთვლი. ჯანსაღი კონკურენცია, მე მომხრე ვარ. მაგრამ მეც არ გამიგია რო არ მოგატყუო. იმიტომ რომ რეალურად ტარდება სემინარები, მაგრამ კონკრეტულად ამ მართლობის კუთხით ნამდვილად პირველად მე დავიწყე. რაც შემიძლია თამამად ვთქვა. Online თუ offline? ჩვეულებრივად offline ადამიანებთან უშუალო კავშირი მაქვს და ვატარებ სემინარს ესე, ანუ ხვდები მათ, კითხვა რეჟიმის მომენტიც მაქვს, რომ მათგანაც იყოს კითხვები, მარტო მე არ ვისაუბრებ და რაღაც გაცვლითი ესეთი გემრიელი და კარგი დიალოგი გამოგვდის ხოლმე. ინტუიციურად თუ ხვდები ხოლმე ადამიანზე, ან ადგილზე, აი აქ გამოვა ეს საქმე თუ არ გამოვა? კი, რა თქმა უნდა. ანუ ეს რაღაცა გაქვს ხო? რომ აი აქიდან არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან. ყოფილი ობიექტი, რომელიც ძალიან კარგ ლოკაციაზე იყო, ასე თუ ისე გუნდიც ნორმალური იყო, მაგრამ რისკები იმხელა იყო სხვა რაღაც საკითხებში, რომ არ მომიკიდე ესეთი ობიექტისთვის ხელი და მithქვამს კიდეც, რომ
არ იქნება ეს შედეგი და ჯობია არ დავიწყოთ და თქვენ თუ გსურთ გააგრძელეთ. გააგრძელეს თუ იცი? გააგრძელეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ დახურის პირას დგება ძალიან მწუხარ, მაგრამ ეს სემინარები ზუსტად ან მაგისთვის არის კარგი, რომ რისკები რაც არის არ დაუშვან. ვისაც გახსნა უნდა, ან ვისაც გახსნილი აქვს და სადღაც რაღაც შეცდომა დაუშვა და ვერ აუდის, ვერ ხვდება რაშია პრობლემა. აი როგორც ბავშვი რომ მიყავს ექიმთან და უნდა მოარჩინო, აი რაღაც ესე უნდა შევადარო, რომ ცოტა შენი რესპონდენტისთვისაც გასაგები იყოს. მოდი გითხარი, რამდენიმე რჩევა შენი მასტერკლასიდან, life hack-ი, რამე ვუთხრათ ადამიანებს, ვინც უყურებენ და უნდა თქვა გახსნათ სალონი. პირველ რიგში გახსნით სალონს, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი ენერგია და შრომა უნდა ჩადოთ, როგორც ამ ბიზნესში, ასევე სხვა ბიზნესებიც ესე მოითხოვს. ღამეების გათანებაც შეიძლება მოგიწიოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი ექნება აუცილებლად. არ უნდა დანებდეთ არასდროს და რისკები, რაც აქვს ამ სფეროს, ის არის, რომ არის კადრთა ცვლილება. შესაბამისად, ხშირი გასაუბრებები უნდა აწარმოოთ და სულ უნდა გყავდეთ დამატებითი კადრები. უნდა გაითვალისწინოთ ლოკაცია, პარკინგი, რაც დღესდღეობით ძალიან დიდი კომფორტია, მარკეტინგი უნდა მუშაობდეს სოციმედია, იმიტომ რომ დღეს რეალურად ამით ვრცელდება ყველა ინფორმაცია. ფული არ უნდა დაზოგონ ხო მარკეტინგში? არა. თუმცა მარკეტინგის კადრის აყვანაც, ანუ ხშირ შემთხვევაში კიდე რა შეცდომა არის, ან გამოუცდელი მე პატრონეებიც გასაუბრებაზე იყვანენ უბრალოდ ხო, გამოუცდელ კადრებს რა, უბრალოდ შეიძლება ვიზუალურად მოეწონოს, მაგრამ საქმე არ იცოდეს. ამიტომ ჯობია როცა გახსნით, გამოუცდელი ადამიანი დაიხმაროთ, ან თქვენ თვითონვე წინასწარ მოიმზადოთ რაღაც კურსების სახით, ან მოიკითხოთ. ანუ ეს არ არის ის ბიზნესი, რომელსაც დაიწყებ და დაელოდები, რომ ფულს დაწერს, ხო? მითი. მაგრამ თუ ააწყობ ამ ბიზნეს წლები და იმუშავებ და არ დანებდები და გაიცნობ შენ კარგ სერვისს თუ გაყიდი ან და კარგი მომსახურება თუ გექნება, იმიტომ რომ კონკურენცია იმხელა თვითონ სტუმარს როგორ უნდა დახვდე, ამის კულტურაც უნდა იცოდე. მაგაში ატრენინგებ? რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული საკითხის ტრენინგებიც მაქვს, რა თქმა უნდა. რო უნდა შესავაზო ყავა, ჩაი, როგორ უნდა გაესაუბრო სტუმარს და ამ ყველა. თუმცა ის ყავა, ჩაის შეთავაზებაც გულიდან უნდა მოდიოდეს. და არა, უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, იმიტომ რომ ამასაც გრძნობს მომხმარებელი. ხო. და შეიძლება არ მიირთვას შენი მოწოდებული ყავაც. კი, ქალები, რომლებიც სალონში ხშირად დავდივართ, ძალიან სენსიტიურები ვართ, ხო? ეს ყველაფერს უგრძნობთ. რეალურად ეს სფერო არის ემოციის გაყიდვა. ანუ ხალხი ემოცია პლუს სერვისი, ხო? კი, ხალხი გენდობა, იღებს სერვისს და გადის ბედნიერი. ანუ რეალურად ეს არის ემოცია. კი. იმუხტები დადებითი ენერგიით და ამაში იღებ საფასურს. რა საინტერესოა, არსებობენ თბილისში ბევრი სტილისტები, რომლებიც არ არიან ისეთი მაგრები, რომლებიც ხვები, მაგრამ იმის გამო, რომ ემოციური დამოკიდებულება აქვთ კლიენტთან, უკვე ეს კლიენტები ფსიქოლოგიური მომენტია უკვე, კი. რაღაცებს უყვებიან, ხო? კი. ანუ რეალურად კი და რაღაც ფსიქოლოგიური მომენტიც არის, იცლებიან ამ ემოციებს ტოვებენ და ბედნიერები გადიან. ეს არის მომსახურების სფერო, სადაც რეალურად ყიდით ემოციას მომსახურებასთან ერთად. მაგას მე მგონი ვერც ისწავლის ადამიანი ხო თან ბუნებრივად უნდა იყოს ისეთი რომ გიყვარდეს ადამიანების მომსახურება და გაბედნიერება. კი. და ვთქვი რომ ძალიან კარგი სფერო არის. თუ შეგიყვარდა ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ და აი რავი, მე პირადად მიყვარს ეს სფერო, თამათ შემიძლია ვთქვა და ალბათ აქედან გამომდინარე არის რაღაც ჩემი წარმატებითი ნაწილი. რამდენად შენ თუ ყავს შენი სტილისტი? რა თქმა უნდა მყავს. და რამდენი წელია უკვე ერთად მოდიხართ თუ მე ესე მოვდივარ მაგალითად? პირველი ჩემი სტილისტი იყო ბავშვობაში, ჩემი მეგობარი სახელი შეიძლება ხო ვთქვა? ედო, რომელიც დღეს თბილისში ედო ძალიან მიყვარს ედო. თბილისში ერთ-ერთი წამყვანი სტილისტია ნამდვილად, რა ვიცი და მასთან ქერებზე მაგრა. მასთან ახლა მოხვედრა, რა ვიცი, ალბათ ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო. და რაღაც პერიოდის მერე ახლა მე არ ვიღებავთ მას, უბრალოდ ვიჭრი და ერთი სტილისტი მყავს, მხოლოდ მასთან ვიჭრი დაუშვათ. ხო, ანუ ეს დამოკიდებულებაც რა საინტერესოა, ხო, როგორ ეწყობათ თავიდან და მე რაღაც ოჯახის წევრებივით ვხდებით ხოლმე მათთან. კი, რა თქმა უნდა, აი დაუშვათ როცა წარდება უცხოური კომპანიის სემინარები, იქ
ვხვდებით ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას, იმიტომ რომ ეს ერთი წრე არის და სულ გვაქვს რჩევები ერთმანეთის მიმართ. განვიხილავთ ბევრ საკითხებს. შესაბამისად, მიხარი რომ საქართველოში დაინერგა ეს სფერო, წინ მიდის და რეალურად სხვა ბაზარზეც უკვე თავი დამკვიდრებული გვაქვს. უკვე აქეთ ჩამოდიან ან შენ შეგიძლია რომ მასტერკლასები გააგრძელო შემდეგ ამიერკავკასიის სხვადასხვა ქვეყნებში ბაქო იქნება ის დასსამხრეთი აი რეგიონებში ვიწყებ ახლა აუცილებლად იმიტომ რომ მოთხოვნა წამოვიდა და ვნახოთ და მაგარია ანუ რეგიონებში იხსნება სალონები ყველგან მოახერხებენ გოგოები თავის გალამაზებას და არა მხოლოდ გოგოები რა თქმა უნდა უკვე ბარბერის კულტურაც შემუშავდა ხო კაცის თმის და წვერის მოლო უკვე ძალიან აქტუალურია და ჰიგიენასთან დაკავშირებულია და ძალიან კარგია ეს ანუ იცი რა მაინტერესებს ვინ აკონტროლებს სტერილიზაციას, ჰიგიენას და ამ ნორმებს საქართველოში? ზოგადად კანონი აკონტროლებს ამ ყველაფერს და სპეციალური კომპანიები, რომლებიც შემოდიან შემოწმებაზე. თუმცა ზუსტად ამას გულისხმობს სწორი მენეჯმენტი ამ რისკებს თავიდან ირიდებს. აკონტროლებს ის ხელსაწყო, როდის დასტერილდა სპეციალური ჟურნალი არის ამის, რომელსაც მომხმარებელსაც შეუძლია ობიექტზე მოითხოვოს. ესათვის ინსტრუმენტი, როდის დასტერილდა. რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. და ასე შემდეგ, ანუ ყველა ობიექტზე ესეა. ანუ აკონტროლებს ამ ყველაფერს კანონი და მხოლოდ და მენეჯერი. რა თქმა უნდა. რიგით შემოწმებებს გავდივართ. რამდენად ხშირად ხდება ხოლმე ეს შემოწმებები? სხვადასხვა მოხშირებული ადრე თუ არ იყო, ახლა მოხშირდა. შენ როგორ ვფიქრობ, ესეთი მკაცრი კონტროლი მხოლოდ ეს ცენტრალურ უბნებში არის, სალონებში თუ გარე უბნებშიც ხდება ხოლმე? როგორც ვიცი, მინახავს ბევრი სალონები, სადაც აი ესეთი არასტერილული მდგომარეობაა. როგორც ვიცი, ხდება გარეულ უბნებშიც, თუმცა არა იმ დატვირთვით, როგორც ცენტრალურ უბნებში. რატო? იქ ხალხი არ ვართ? მართლა არიან? არ ვიცი და კარგი იქნება თუ მიეხედება ამ საკითხს. ხო, ვინც გიყურებს, გაითვალისწინეთ. აუცილებლად ხელსაწყოები უნდა დასტერილდეს, იმიტომ რომ საშიში რისკები არის რეალურად არ აქვს მნიშვნელობა. სალონი იქნება სტომატოლოგიური თუ სხვა ცენტრი, ვალდებულები ვართ, რომ რისკები ავირიდოთ თავიდან და გვენდოს მოსახლეობა. ამიტომ ეს პირველ რიგში უნდა იყოს გათავისებული ყველა ობიექტზე. მოგვიყევი რამე შენი გამოცდილებებიდან თუ გქონია ისეთი ისტორია, როცა ძალიან პრეტენზიული სტუმარი ყავდათ, რომელსაც ძალიან ექსტრავაგანტული რაღაცა უნდოდათ და შენ მდგომარეობა ყველაზე საყვარელი кейსი ჩემთვის არის პრობლემური მომხმარებელი. ხო, მოგვიყევი და. იმიტომ რომ აი რაღაც ესის მაქვს რა რომ როგორ ვერ უნდა მომსახრო ისე. ჩელენჯია ხო? ხო, აი გამოწვევა არის რა და უფრო და უფრო საინტერესო ხდება თუ უფრო და უფრო მძაფრია. ქონია კი რა თქმა უნდა კონფლიქტიც ყოფილა იქამდე რომ რა ვიცი და ბოლოს რავი სხვა ადგილას უკვე სალონის გარეთ ყავაც კი დაგვილევია და გვიმეგობრია. ოკეი. ამიტომ მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერი ვერ მოეწონება და ყველა კარგ ხასიათზე ვერ გაიხვიცებ შესაბამისად. შემოვალებაც ეგა რომ პრობლემურ საკითხებში უკვე მევჩდებ. ესე გამოდივარ, შევდივარ. და გაიხსენე რამის ისტორია გახსენდება? მახსენდება ერთი ის რომ წინამო ვერ დავუყედეთ, ანუ ვერ დავარცხნეთ, ანუ ვერ გაუგო სტილისტმა და კოსტუმერმა, ანუ მომხმარებელმა და ამ ხალმა ესე ვთქვათ ხელები მირტყა მაგიდაზე რომ ეს რა არისო ეს უზრდელია მოკლედ ძალიან დიდი შეხლა შემოხლა და მე ძალიან ეგეთ სიტუაციაში ვარ ძალიან წყდარი ვარ რა იმიტომ რომ ვაძლევ საშუალებას რომ დასრულდეს იმიტომ რომ როცა მომსახურების სფერო არ თვლის საჭიროდ რომ ტონის აწევა ლამაზი იქნება როგორც მენეჯერის მხრიდან და არც მაგალითი იქნება სწორი ჩემი სტაფის მიმართ შესაბამისად გავუშვეს მომხმარებელი და აუცილებლად გავდივარ კონტაქტზე. მოვიკითხავ, ოღონდ ის დღე უნდა ჩაწყნარდეს, რომ თავის თავთან მარტო დარჩეს და აუცილებლად უყურადღებოდ ავტოვებ. ურეკავ თუ რა? ურეკავ, ვაწუხებ აუცილებლად. თქვენი ჩოლკა როგორ არის? რა თქმა უნდა, მე ერთად აღმოვფროთ ამ პრობლემას, რავი, არის ხოლმე. ხდება ხოლმე. იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე. მარიკუნა, შენ თვითონ როგორი მიდგომა გაქვს შენ სტაფთან? კაცრი ისეთი? ხშირ შემთხვევაში ყოველთვის გონიათ რომ კაცრი ვარ და ერთ-ერთ ობიექტზე თათბირო ჩატარდა და უნდა ესე ვთქვათ
წარედგინა უფროს ჩემი თავი იმ დღესვე რატომღაც ადამიანები რომლებიც არ მიცნობდნენ თქვეს რომ ჩვენ მივდივართ ეს გოგო თუ იქნება ჩვენ მივდივართ და რეალურად არ არის ესე ალბათ რაღაც ვიზუალად ესე გამოვიყურებ ცოტა მკაცრი იმიჯი მაქვს ალბათ თუმცა მეგობრული ვარ მაგრამ ჩემ სიტყვას ფასი უნდა გქონდეს აუცილებლად მათ სიტყვასაც პატივცემ რა თქმა უნდა ეს არის გუნდური მუშაობა შესაბამისად სიმკაცრე და ტონის აწევა და ესა ხელისქნება ნამდვილად არ მჭირდება ადამიანებთან იმიტომ რომ უფრო კარგი ტიპი ხარ ცოტა ჟარგონულად ვიტყვი როცა მეგობრულად ხარ და მაინც იმას აკეთებ რაც შენ გინდა აჰა ოკეი ვიდრე რომ ეშინიათ და ყველა პრობლემას მალავენ კრინჯი რომელიც ყველა სტილიც გაუკეთებია და ამაზე არავინ არ საუბრობს თუ შენ ვერ ტყუ მე ვიტყვი აი შენ თქვი და დაგეთანხმები აი მაგალითად მე ვიყავი სალონში ერთხელ და გავთავდათ საღებავი ხო და ვიწყეს რომ აი ეხლა ხარ შემოვაქ იმას რა დისტრიბუციასო არა და ხომ მივხვდი რომ გვერდზე მაღაზიაში გადაირბინეს და გადმოიტანეს საღებავი ეს არის ემერჯენსი სიტუაცია კარგი რომ გული არ დაგწყვეტეს და ეგეც მოახერხეს არის ხო და აი მეც არ შემიძლია პროფესიონალიზმი შენ მითხარი აი რასაც ყველანი აკეთებენ მაგრამ ჩვენ მომხმარებლებმა ან არ ვიცით ან არ ვიმჩნევთ ჩემ ობიექტზე მსგავსი არ მახსენდება ხვები არი რამე მსგავსი მითხარი მაშინ ამას არ ვჭრიო რამე მსგავსი ქონია შემთხვევა რომ მომხმარებელს თმა თვითაგზელება უნდა შენი თმა მოიჭერეთ და არა თმის გაგრძელება უნდა და სამწუხაროდ კარი შევჭერით რანაირად აუ სალონური გადაობები არის ძალიან კაი რა მე მომხმარებელი ესაც მოვიტყვე სუიტყვებიან რაღაცას არა ერთხელ მქონდა შემთხვევა როდესაც მართლა ძალიან განვიცადე ხა კი მეცინება და იმ მომხმარებელსაც ეცინებოდა ანუ ძალიან ქერა იყო ძალიან დამწვარი თმა ქონდა და უთხარით რისკები მართლა უთხარით რა რომ ანუ დაგწყდება ეს თმა და არ გინდათ ხო რა და ალბათ მაინც არ ეგონა რომ მაგდონემდე დაწყდებოდა რა გოგო ამ ხელათმით მოვიდა და რაღაც ძიმაბილანის პრიჩოსკით გავუშვით რა ამწუხაროს იმედია გაეზარდა უკვე ეს თმა ხო ეს უნდა მეთქვა ძიმაბილანი არა უშავს თბილისში ვართ ამ სფეროში არიან ბევრი არაქართველი წარმომადგენლები ხარ პრიჩოსკით ვიტყვი ხარ პარიკმახერს და მეგონი ეგეთი ბოლოს ოღონდ სამივე ერთად ვიცინოდით მეც ეს სტილისტი საწყალი რომელიც ისე ნერვიულობდა რომ არაფერი მინდა არც ფული არ გადავახტენოთ აქეთ ნიღბებს გავატანო ოღონდ რამე არ დამიწეროს და ეს ქალბატონი ძალიან პოზიტიურად შეხვდათ მოკლედ ყველაფერი მოსულა თავარია არ დანებდეთ გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს მიუხედავად იმისა რომ ხან შეიძლება ვიღაცაც გაამელოტოთ კაი მარიკუნა მოკლედ სალონის თემა მგონია რომ ამოვწურეთ რამე სხვა დაამატებდი დავამატებდი იმას რომ ზოგადად შრომას ყოველთვის აქვს ფასი და არასდროს არ დანებდეთ შედეგს ყოველთვის დადებთ რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც იმიტომ რომ მე ბევრჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა რომ კრიზისული პერიოდები რომ აი ამდენ შრომობ და თითქოს რაღაცა არ მიფასდება თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ სავარაუდოდ და მოდი ვთქვათ კიდე შენი ახალი ბიზნესი დანიელა შოპი კი ბატონო მითხარი შარშან ვეძებდი სხვათა შორის ფართად დიდი ხანია მინდოდა რაღაც პატარა ბუტიკის გახსნა დანიელა ჩემი შვილის სახელია და მას მივუძღვენი ესე რომ ვთქვათ და რაღაც გოგუშკური რაღაცები რო ყოფილიყო და რავი დავიწყე და ვნახოთ როგორ შედეგს დავდებ იმედია ბევრი მომხმარებელი მეყოლებ აუცილებლად გეყოლება ჩვენ ლინკში დავუთავთ შენი შოპის მისამართსაც ლინკს ასევე შენ ლინკს ვისაც დაგჭირდებათ მარიკუნას მომსახურება შეგიძლიათ მომართოთ
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავ ჩემი პირიქით, სტუმარი, ძალიან გავერთეთ, ვიჭერავეთ სალონურად და ნახვამდის. პაკა. წარმატებები. მადლობა.